მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, სასწაულების საძიებლად მორიგი ექსპედიცია გაემართა. მივდივართ მართლა საოცარ ადგილას, სადაც მოხვედრა დიდი ხანია მინდა, კამერების გარეშე სხვათა შორის. მივდივართ მზოვრეთის მამათა მონასტერში, ძამას ხეობაში. საოცარი შემოდგომაა მზიანი. შემოდგომის დღეებს მოხვა უცბად ესეთი მოღრუბლული და დანისლული შემოდგომა. არის ულამაზესი ძამას ხეობა. ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია ზამთარში, ზაფხულში, გაზაფხულზე. ხშირად დავდიოდი აქ ჩემს ახალგაზრდობაში ლაშქრობებზე. და ძალაუნებურად გამახსენდა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი, რომელსაც ახლა ჩვენთან მხოლოდ სათაური აკავშირებს ამ შემთხვევაში, ქვია შემოდგომა, ანუ უმანკო მამათა ჩასახვის სავარნეში. შემოდგომა არის და უმანკო მამების სავარნეშიც მივდივართ. და ცოტა ხნის წინ ქონდა გალაქტიონს დაბადების დღე. და ეს გადაცემა რო გადის, შეიძლება შემოდგომა უკვე აღარ არის და ზამთარია. შეიძლება არის სავარაუდოდ ზამთარია. თუმცა ასტროლოგიურად 21 დეკემბრამდე შემოდგომა ასტრონომიულადაც. აი ესეთი ლამაზ-ლამაზი ეკლესიები გვხდება ყველა ფეხის ნაბიჯზე. საოცრება არის აქაურობა, რა თვალი ვერ მოუწყვიტე, მანქანით კიდევ გადავარდი ესე მოვდიოდი და თან ვიყურებოდი გზადაც. აი ულამაზესია, უბრალოდ ეხაც გაუგნებული ვარ, არანაირი აზრი არ მიქრის თავში, უბრალოდ ვიყურები. გაოცებული მართლა. ფანტასტიკური ადგილია. თან ლანდშაფტშიც როგორ ზის. სასწაული არის ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, რომელიც ვაკეთებიებს ამ ყველაფერს. ჩვენს და ჩვენამდე ჩვენ წინაპრებს. ჩვენ მათი გადმოძახილი ვართ. ხა კარგი თუ ცუდი, მაგას ალბათ ისტორია განსჯის, მაგრამ ის ჩვენ ხა სადაც ვიმყოფებით,
უდაოდ ძალიან დიდი ისტორია აქვს, უდაოდ ძალიან ნაწვალევი ადგილია. მე-14 საუკუნეში თემურლენგი შემოსევის დროს 3 დღის ბრძოლის შემდეგ რო ვერ აიღო, მერე აი ზემოთ ხარ ჩანს კარგად. მინდვრებია და იქ მინდვრებზე კატაპულტები დააყენა, რომელიც დაუშინა მერე და აი რო შეხედოთ თვითონ იმ ნაგებობას, ნახეთ, აი ძალიან მუქი რაც არის. ეგ არის აი ის ძველი, რაც თემურლენგის დახვდა აქ. მერე აი ეს თეთრები რაც არის, ნახეთ რა დონეზე იყო დანგრეული. თეთრი ნაწილები რაც არის, ეგენი არის მე-15 საუკუნეში უკვე თანასკერტელ ციციშვილმა, ზაზა ციციშვილმა აშენა. აღადგინა მარტო ეს შენობა არა, ეს ნაგებობა არა. ამ ხეობას მიხედავ მთლიანად იმ ადამიანს. და მერე უკვე ზემოდან ახლა ჩვენი ნაწვალები არის. ხო, რომ შეგვეკრა, რომ რაც ინგრეოდა და ის რომ დაგვეკონსერვებინა, უკვე სამუშაოები მერე უკვე ჩვენ ვაწარმოეთ 2008 წლიდან. და 2008 წლამდე რა ხდებოდა? ხო, მიტოვებული იყო, კი, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. გზა აქ არ იყო, არაფერი არ იყო. რაღაც საურმე გზა იყო აქეთკენ პატარა, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება მიდიოდა თუ რა ციხე-ქალაქი იყო? ეს იყო სუფთად საფორტიფიკაციო ნაგებობა. აბრეშუმის გზის ნაწილი. და ფაქტობრივად აკონტროლებდა მთლიან რეგიონს. ეს იყო კონტროლი ებარა ამას და აი ქვემოთ რო არის ახლა ორთუბანი, ხო? რაღაცე ძალიან ბევრი რაღაცეებს ამბობენ, რატო ქვია ორთუბანი და რაღაც, მაგრამ მოდი ასე გეტყოდით, რომ ეს იყო საბაჟო ქალაქი იყო მანდა, რომელშიც რო შემოდიოდა ეს ქარავნები, აქ რაღაც გარკვეული სასაზღვრო რაღაც ფუნქციაც ჰქონდა ამას. და კონტროლი იჯდა ზემოთ. და სხვათა შორის აქედან ზემოდან მიდიოდა ჩვენ ნაპოვნი გვაქვს მთელი წყალმომარაგების, აი რავი, საირიგაციო სისტემები, რაღაცები სულ აქედან მიდიოდა. ადრე. ვაუ. ეხა ვინ იცის? და შეიძლება ვიღაცა შეეძლო რომ ჩაეკეტა ის წყალი, არ ვიცი, მაგრამ აი ამ პატარა ეკლესიამაც გამაოგნას იმას. ეს შედარებით უფრო ჩვენთვის აქეთ პერიოდი არის ეს მე-6 წელია რაც კეთდება. აქ იყო ჩვეულებრივ კლდე დიდი. ხო და ამ კლდეზე ჩვენი მოძღვარი იბარებდა ხოლმე აღსარებებს. და ამბობდა ხო, ხო, ისეთი კარგი იყო და ამ რაც აქ დაფუძნით ამბობდა ხოლმე რომ აქ ტაძარი აშენდებაო, სულ ამას ამბობდა და გაკეთდა ღვთისმადლით. ვაა. ხო. თვითონ ჩვენი მოსვლა აქ როგორ იყო, იცით რომ ეს ძალიან ივარქნილი იყო აქაურობა და ჩვენს მეუფე იობს ეწოდებოდა ეს ადგილიც. ხო. და მამა იოანე აკურთხა წინამძღვრად და ნუ დაავალა რომ აი ღორძინებინა ეს ადგილი და აი იმ აღორძინებას უკვე თქვათ ჩვენი წინამძღვრის გულმოდგინება, მისი ლოცვა, აი ეს ძმობის შეკრა, ასე ვთქვათ, ძმობის შემოერთება, ნუ ჩვენ 2008 წლიდან ვართ აქ. ხო და გარკვეულწილად მამა იონეს ძალიან დიდი ღვაწლი დევს აქ. საოცრად. დილით გამომიტანა ესე ჩანახატი და მითხრა რომ გამედიდებინა. ნუ წამეყო ქალაქში და გამედიდებინა. და სრულად არის ნათლობის დროს რაც მოხდა, რომ უფალზე თეთრი ტრედი დაევანა და ზემოდან იყო მამის ხელი. დიახ, მაკურთხეველი ხელი არის ზემოდან. რომ ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას მისდიეთ. მამა სულიწმინდა ძე. დიახ. და მთლიანობაშიც იცით ამ ტაძრის კეთების პროცესში თვითონ ნაგებობასაც ეთყობა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვანაირი შეწევნა იყო. რაღაც ძალიან დიდი შეწევნა იყო უფლის. ძალიან. იმიტომ სხვანაირად ასეთ ნაგებობას ვერ მიიღებ. არ არსებობს. აი რაში იყო გამოხატული მატერიალური? აი გეტყვით მაგალითად ხელოსნები, მოხელეები, ხო? მე სხვა მოხელეებს კი არ ვაკნინებ ამ შემთხვევაში. ისეთები მოვიდნენ, რომელსაც ვერ წინატრებ. მართლა გეუბნებით. ლოცვაზე დგანან, სასმელს არ ეტანებიან.
სიგარეტს არ ეწევიან. ნუ ეს იყო ასე დაგვაფერთხა თავზე ეს ყველაფერი მოკლედ. გინდაც მასალები, გინდაც თქვათ თვითონ ეს არქიტექტურის საკითხები, რაღაცეები, ეს ყველაფერი ხარდაჭერას გრძნობით. იცით როგორ არის უფალი რომ აკეთებს ამას, ხო? იმდენად თავდაბლად აკეთებს, რომ შენი შეიძლება გეგონოს. კი ბატონო, ჩემი უბადრუკი ხელებით შეიძლება რაღაცას აკეთებს, მაგრამ იმან თუ ჩემ დაცემულ ბუნებაში არ შემოიტანა აი ეს სიკეთე ჩემში ისე არ დაიბადება, იმიტომ დაცემული ვარ. მიხდით. ხო და ყველაფრის საწყისი ის არის. მაგრამ იმდენად თავდაბალია და იმდენად თავდაბლად აკეთებს, რომ იფიქრებ, რომ აბა ვინ გააკეთა ეს მითხარით. ვინ გააკეთა აბა. ხო და ესე გონია ადამიანს საერთოდ, რომ რაღაცას აკეთებს. ეს აი პარადოქსულია, ხა ეს კი აკეთებ. აჰა. მაგრამ აი თუ ყური დაუგდე, შეიძლება მიხვდე, რომ ესე უბრალოდ და მარტივად არ ხდება. მე უბრალოდ თანამშრომელი ვარ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი და იცი რა არის ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში, რომ მე თუ არ გავაკეთებ, ხო, სხვა გააკეთებს. მაინც გაკეთდება. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით. ოხ, როგორ მინდა ამ თემებზე საუბარი. გავისაირნოთ ერთ სული ბოქსში. ეგეც მამა იოანის ესკიზი. მამა იოანეს აქვს განათლება მიღებული სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. სამხატვრო აკადემია. საინტერესო მის ცხოვრება სამხატვრო აკადემიიდან სასულიერო პირი. ნუ ბავშვობიდან ასე ცხოვრობდა. გასაკვირ კომუნისტების პერიოდში. ხო. ადამიანის არჩევანია ეს. აქ ცოდნას და განათლებას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ აი ეს არჩევანი რო გააკეთო ამისათვის რაღაცა უნდა შეგემთხვას. რაც მე ამ არჩევანის გაკეთებაში გეხმარება არა. კი, გეთანხმებით. მამები ასე ამბობენ, რომ გვასწავლიან, რომ ძირითადი სამი რამის გამო შეიძლება მივიდეს ადამიანი, თქვათ, ეხა სამონასტრო ცხოვრება რო ავიღოთ. იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანულ სამყაროში ვცხოვრობთ და მაინც ეხა ისედაც ქრისტიან ოჯახში გაზრდილები ვართ და თითქოს სხვანაირად რა უნდა იყოს, ხო, მაგრამ ნახეთ იქ როგორი რაღაც არის. ან რაღაც დიდი ტრაგედიის შემდეგ ან უბრალოდ რომ დაიღალა ადამიანი ამ ყველაფრისგან და მესამე კი არა, უფრო მთავარი არის, როდესაც უფლის სიყვარული საძიებლად მიდის ადამიანი. თუმცა კი ეს არის უფრო აღმატებული იმ სხვა გზებთან მიმართებაში, მაგრამ ბოლოს შედეგში ეს და იგივეა. და ამიტომ არავინ არავიზე მეტი არ არის თავის მიმართებაში, საქმის მიმართებაში. კი ბატონო. ისევ და ისევ მივდივართ არჩევანს. არჩევანი. თავისუფალ ბოლოს მაინც მან მიხვალ. ძალიან გვიჭირს განსაცდელის გარეშე, რომ რაღაცა ჩვენში შევცვალოთ. ნახეთ, თვითონ სიტყვაც ამბობს, რომ უნდა განიცადო რაღაცა. უნდა განიცადო, რომ არაობა ხარ, არაფერი არ ახარ ღვთის გარეშე. და თუ შენ მიხვდები, რომ ღვთის გარეშე არაფერი არ ახარ, მაშინ წახვალ და მოძებნი უფალს. რომ იქნებ როგორმე იქნებ ახლოს მიხვიდე უფრო. და აი ეს გზა არის. ამ გზაში ხანდახან იგრძნობ, რომ რაღაც მიუახლოვდი, მაგრამ მე მიხვდები, რომ ეგრე მარტივი არ არის ეს. თუმცა კი ის ამ საჩუქრებს გვაძლევს. რომ ჩვენ გავძლიერდეთ და უფრო ეს საჩუქარი არის მეტი ნაბიჯები გადავიდეთ. ნიშანი იმისა, რომ სწორ გზას მოდგებთ, ხო? ალბათ. გარკვეულწილად შეიძლება ეგრე ითქვას. იმიტომ რომ იცით როგორ არის იმ საჩუქრის გარეშე შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს. და ამიტომ ის გვიმსუბუქებს. ეს საჩუქარი როგორი ტიპის საჩუქარი? ეს იცით როგორ არის? ეს არ არის. ხორციელი რაღაც არ არის. ამას სულში გრძნობს ადამიანი. რომ სიხარულია რაღაც. დიახ. აი იმდენად დიდი რაღაც აღმატებული მდგომარეობა. აი თუ ხარე რომ ჩაგესხმევა შიგნით, ხო, რომ ეხა ამას
ხორცში ვერაფერი ვერ აღემატება. რაღაცა რო გაჩუქონა ხა. საჩუქრები რო დაგირიგონ, ხო? აი არ აღემატება. ის რაღაცეები, რასაც თურმე ბავშვობიდან ვეძებდი მე. თურმე აქ იყო. და ეს უკვე შეგრძნება შემოვიდა. რა თქმა უნდა. და მე დადგა საკითხი რისი, იცით? მე რისთვის უნდა მერდგულა, მოდი ესე ვიტყვი. სოფლისთვის თუ აქავრობისთვის. და ეს ისე მივედით იმ არჩევნამდე და მომიწია არჩევნის გაკეთება. გავაკეთე. რთული იყო? ძალიან. მაგას არავის არ დაუჯერებ, რომ თქვას, რომ ეს ასე ვქენი. ძალიან რთული იყო. ერთ დროს მოვიხსნიდი და მე სამს მაბავდნენ იქიდან. სოფლიდან. ეს კედლები არის ძველი, ოღონდ ძალიან მცირე ისინი გვაქვს გაკეთებული, რაც მოცულობა დიდია და თავის კოსმეტიკიანად რო აკეთო ძალიან რთულია და ამიტომ ჯერჯერობით კეთდება რაღაც უფრო მოცულობების ამოყვანა და მე რაც პრიორიტეტულია, იმას უკვე კოსმეტიკაც უკეთდება. აი წამომძანით. Wow. შეიცვალა ენერგეტიკა, როგორც კი შემოვედით ეზოში. ჩვენ ახლა სადაც ვიმყოფებით, ფაქტობრივად აი ეს ადგილი არ არსებობდა. არანაირად. იყო ასე გარშემოწერილი კედლები იყო. და ფაქტობრივად ჩვენ სადაც ვდგავართ, აი ეს სიტყე აქ არ იყო. აქ იყო უზარმაზარი ჩასავარდნი. ხო და შემდგომში სიყვარულით და კლავის ზალით გაკეთდა. და რაც შეეხება აი თვითონ შიგნით ამ დეკორაციებს, ასე თუ შეიძლება ითქვას, ეს არის კომპოზიციები, რომელსაც მამა იონე ქმნის თვითონ. ესკიზებს ჩვენ ხატებს. კი, ამას ყველაფერს თვითონ აკეთებს. ეს არის მაგალითად გოლგოთა. აი იქით მხარეს არის ფერისვალების ბაღი, რომელიც ფერისვალების ხატით გვირგვინდება. იქით ამხარე არის სამების სახელობის. ნელა, აი ჯერ თავიდან სამრეკლო დაედგა თავზე და მაგითი მოხდა გამაგრება ნაგებობის თავის, რო არ გადახსნილიყო და ეხაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რაღაცებს უკეთდება, რაღაცებს ვაკეთებ, რა ვიცი. შეიძლება ვნახოთ ფერისვალები. კი ბატონო. ეს რაც სამონასტრო ცხოვრებას დაუკავშირდა ეს ნაგებობა. იმის შემდეგ უკვე ჩვენ რაც ფუნქციურად რაც გვჭირდება ცხოვრებისთვის, ხო? აი უკვე ამას დაემორჩილა თვითონ არქიტექტურა. აქ საცხოვრისი არის საერთოდ მოდი ესე ვიტყოდი, რომ ეს არის საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი, მოწყობით. და აქ არის, ვთქვათ, სატრაპეზო არის საერთო, ხო? და საძინებლები არის ჩვენ ბერები ცხოვრობ ცალკ-ცალკე. ანუ ორი კაცი ერთად არ ცხოვრობს. და ამას ყველაფერს რაღაც გარკვეული დალაგება დაჭირდა. და მე ნელა ეხა რაც რასახეც მიიღო, ეს არის. დღის წესრიგი როგორი არის სამონასტრო? დღე როგორი ერთი დღე? ცისკარი ღამით 3 საათზე არის. დილის ასე ვთქვათ. მერე ებმის უკვე გამთენიისას ებმის წირვა. ყოველ დღე მოხს ჩვენ ეს მსახურება.
და თქვა შაბათიდან კვირაზე და დღესასწაულის პერიოდში 12 საათზე იწყება და დილისკენ მთავრდება. ანუ 12 საათზე ღამის თევის მსახურება. და ისე ჩვეულებრივ სადაგ დღეებში 3 საათზე იწყება ცისკარი და ედმის მერე დილი. ბიძა ჩემი მსახურობდა ასე ვთქვათ და სულ მესმოდა ეს ბრძოლა და ცოტა ვერ ხვდებოდი რა იგულისხმებოდა ამაში ზუსტად. და ხო შეგიძლიათ რომ აი მეტნაკლებად ამიხსნათ ან გამაგებინოთ რას ნიშნავს. ცოტა რთული შეკითხვა დამისვით. შევეცდები რა თქმა უნდა. ჩემი მწირი გამოცდილებიდან, მაგრამ მიცით მე ადრე ასეთი გონებრივი ის მომივიდა, რომ უფალი ხომ ყოვლის შემძლეა, ეს ყველა ქრისტიანს მოსდის რაღაც პროცესში. ხო ყოვლის შემძლეა, რატო არ მოსპობს ეშმაკს? და ხო ყველაფერი დამთავრდება. ნახეთ ეს ნაივისტური ის არის, მაინც აზროვნება, გამოუცდელი, უბრძოლო, ასე ვთქვათ, რომელსაც არ უბრძოლია. და მაშინ მოძღვარმა მითხრა ასე. აი ეხლა ღმერთი მზად არისო, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, რაც შენ ითხოვე. ოღონდ მე მოვალე ვარო, რომ გაგაფრთხილო. და კი ბატონო მე ვთქვი. აი ეხლა ამ წუთას ეგრო გააკეთოს უფალმაო, შენი დიდი ნაწილი წარწყდება. გააკეთოსო. არამედ, არამს და არამს. მივხვდი რაც მითხრა. ქრისტიანული ბრძოლა არის შენ თავში ბოროტების აღმოჩენის. კენ მიმართული, ასე ვიტყოდ. აღმოჩენისკენ. დიახ, იცი რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თავს ყველაფერს პატიობთ. ჩვენ შეგვიძლია აი სხვაზე ვთქვათ, რომ ამას აკეთებს, მაგრამ შენ რო აკეთებ, ხო, იმას ვერ ხედავ. და ეს რო დაინახო, ამისთვის შენ თავს უნდა ებრძოლო, სხვას კი არა. მთელი ქრისტიანული აი მოძღვრება, მთელი მამათა სწავლება მაგაზეა აწყობილი, რომ დაანებე თავი, ასე ჩვენ ენაზე რო ვთქვა, დაანებე ყველას თავი. გაანებე ყველას თავი. და შენ თავს მიხედე, შენ სულში ჩაიხედე და თუ გავედით და ლელო გავიტანეთ ბოლოს. მაშინ დაგვარქმევენ გამარჯვებულ ადამს. არსებობს ეგ ჩათვლის მოედანი, სადაც ლელო გაგვაქვს და ბრძოლა მთავრდება. ბოლომდე. სიცოცხლის ბოლომდე ეგ ბრძოლა იწოდეთ. აი აღწერილი არის მამებთან არის აღწერილი. აი უკვე რომ უნდა ფეხი გადაადგას, წარმოიდგინეთ. წმინდა მამამ ფეხი უნდა გადაადგას, შევიდეს სასუფეველში და უკან ხარზე რა მაგარი ხარ. ხო და მამარცხეო. და ნახეთ რას პასუხობს. აი შევალო და მე დამელაპარაკე. ანუ ამას ვთქვა, ხო, გადი ჩემგანა. მეგრევე დაეცემთ. და შენ მოგიგე. და ამიტომ ჩვენ გვმართებს თავმდაბლობა, მორჩილება, ნახე. რაც არის იმისთვის წარმოუდგენელი და გვიყიჟინებს ყოველ წუთს. ეს რა უნდა ამას, რომ შენ მისი ის გახდე რაღაც. გიპყრობს გეუბნება, რაც თვითონ გაგვიკეთა. ამას მოძღვარზე გეუბნება. და ამას როგორ გვეუბნება, რაღაც ჩემ თავში, რაღაც აზრი ჩდება, შენი სიტყვა. და მგონია, რომ ეს ჩემი აზრია და აი როგორ არის ის მსახიობია და მოდის და შენივე ხმით გეუბნება იმ საშინელებებს. და შენ ნამდვილად ღებულობ, იმიტომ რომ გამოცდილი არ ახარ. აი უყურე, აი იმ ბრძოლის შედეგად ადამიანი ქრისტიანულ ბრძოლას რო იწყებს. აი იმ ბრძოლის შედეგად მაგას სწავლობს. როგორ აღმოაჩინოს ის თვითონ არის თუ სხვა არის. მეთქი ძალიან რთული არის. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ბუკეტი გვაქვს. სოდვების ისეთი ბუკეტი გვაქვს. ღნებების რომლიდანაც უბრალოდ რომ თავი ამოწიო ესე და ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი უფალთან, უფლის ჰაერი რომ ჩაისუნთქო, არ ის ყველა ქვემოთ გეკაჩება. და არ გაძლევს უფლს. აი რომ ჩაისუნთქო, უნდა იბრძოლო, ხო? უნდა გაებრძოლო. აი რომ იხჩობი ზღვაში. ხო უნდა რაღაც ქნა, ხო? და აი უფალი გვასწავლის რა უნდა ქნა. ის გზა გვაჩვენა.
იმზით უნდა ვიაროთ და მაგ შემთხვევაში ამოხვალ ისინი გეკიდებიან ამოხვალ და ერთ შვენიერ მომენტში ხო საერთოდ მოგშორდებიან კი ეს სიყვარულის გზა რა თქმა უნდა ანუ უფლის იცი რა არის აი ადამიანი ადამიანს რო ეტყვის არ აქვს მნიშვნელობა თქვათ ვინ ვის მეგობარი მეგობარს თქვათ დღეს ყველაფერს დაარქვეს სიყვარული სამწუხაროდ ნავანმა და მავანმა მაგრამ მე ესე გადავთარგმნი ჩემ გულში რომ აი ადამიანი ადამიანს რო ეტყვის რომ მე შენ მიყვარხარ ხო იცით რა შეუბნება რახან ჩემი რწმენით რახან უფალი სიყვარულია აი უბრალოდ რაღაცა შეუბნება მე შენ და უფალი ნახე ჩემსა და შენ შორისო უფალი დგასო და ასე ლოცვაზეც ვიძახით ხოლმე ჩვენთან არის ღმერთი ნახე რამხელა განწყადებაა და ამას თურმე ჩვენ რო ვამბობთ მე შენ მიყვარხარ თურმე ნახე ვამბობთ რომ ჩვენ უფალში ვართ ერთი უფალი გვაერთიანებს აი ნახეთ რა ლამაზია შეხედეთ ამაზე დიდი სასაული არსებობს და ადამიანი რატომღაც რაღაცას ელოდება რომ ახ ამას ხო ჭირდება დანახვა რატო ვერ ხედავთ ხოლმე რატომ და ესეთ ხო გვაქვს რატომ და გაფიზიკურებულია ჩვენი თვალი ისმით ფიზიკური აი ხორციელია ჩვენი თვალი აი მაშინ მე სულს ვერ ხედავ და მაგიტო აი ამაში შემომქმედს ხედავ მე აი ღმერთი ესეთია უფალი ნახე რა კარგია წავუძამდით ტაძარში ჩავიდეთ მამაკო აქ ეხა შუქი გვეყოფა გამოვწოდა ბრუნდა ეს არის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი, რომელიც პირველი აღდგა და გაიხსნა. მონასტერი რო დაფუძნდა 20 მაისს არის ხსენება იოანე ზედაზნელის და 13 ასურელი მამის, რომლებიც გარკვეული მისიით შემოვიდნენ, ასე ვთქვათ, საქართველოში, რომ საბერმონაზმო ცხოვრება ფაქტობრივად ისტორიამაც აჩვენა ეგ რომ მათ აღორძინეს. ეს არის კერამიკული მილები, ერთმანეთში ჯდება და მერე ზემოდან კირწყალი ესხა ხოლმე. ეხლა სადაც ჩანგრეული ადგილები იყო, იქიდან ამოვიღეთ. და მერე ესე ავყევით და იქ მინდორში მთელი სისტემაა ძველი. ძალიან ძველი სისტემაა, საიდანაც წყლები მოდიოდა. ეს მოსახლეობა რაც აქ იყო, ის მარაგდებოდა. იცით როგორ არის, აქ უფრო დიდი ბევრი იყო მოსახლეობა სინამდვილეში, იქით ფერძეც იყო შეფენილი, აქეთა ფერძეც იყო. იმიტომ რომ ისტორიაში წერია, რომ თხარო დაგესვა სახლის ბანზეო ქარელში. იქიდან სანამ ავიდოდაო ზემო სოფლებში მიწაზე არ გაივლიდაო. ანუ ძალიან მჭიდროდა, კი. კიდევ ამ პრინციპში თუ მართლა გადიოდა აბრეშუმის გზა. კი, არა, ეს ძალიან განვითარებული იყო აქ ყველაფერი. აი ეს არის ქვები, ზოგი შურდულის ქვა, ზოგი კატაპულტის ქვა არის, რომ რითიც იბრძოდნენ. შეიძლება ავიღო? ნახეთ, იმდაკეთ. ეს არის ქვის გული. სულ ფიქრობდი ხოლმე ხა რომ გამოთავო ხა ეს. მერე ვიღას ეს ვიღაც. ხო. აი იღებდნენ ქვას გარკვეული ჯიშის და ცეცხლში დებდნენ. და აი თუ შეგიხედიათ, თუ ქონიათ შემთხვევა, შიგნით ვარდისფერი არის. გარეთ სხვა ფერი. აჰა. გამოიღებდნენ და წყალს დაასხავდნენ. ის ვარდისფერი რაც იყო, ქვის გული. ის რჩებოდა, ეხა სუსტი მრგვალი არც ეს არა. ცოტა შეიძლება წამოერთხათ, მაგრამ ნუ უკვე საკმარისი იყო, რომ და ესე ამზადებდნენ. აეროდინამიკა ქონდა ისეთი, რომ შორს ავიდოდა.
არქეოლოგიური სამუშაოების გიწარმოებიათ ფაქტობრივად. მე ადრე მუშაობდი არქეოლოგიაში. სვანეთის. მუშაობდი როგორ ვეხმარებოდი ხოლმე ზაფხულობით ავდიოდი სვანეთის ექსპედიციაში. შოთა იყო ჩართოლანი ასეთი ძალიან კაი პიროვნება. იმას ვეხმარებოდით ხოლმე იქ თაში. და ეს გამოცდილება გვაქვს კი. რა მაგარი. ისე რომ ემზადებოდით ესე იგი. კი ბატონო. მამზადებდა ღმერთი. ატარა. ედემის ბაღი. როგორ გზნობთ ხოლმე თავსა? ცოტა მეშინია. შის. აი განსაკუთრებით კაი ამინდი როა, სიმშვიდე როა და ღამე თქვათ იქ რო დაждები იქ სკამზე. რომ ამ ყველაფერში გაგრია ღმერთმა. ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა შეძლოს რომ სწორად მიიღოს და თავში არა უვარდეს. ძალიან რთულია. ამ ხელა რაღაცას რო გააკეთებიოს ღმერთი. შეიძლება ჩავიერთოთ. კი ბატონო. თვითონ კეთების პროცესის შესახებ კი მომიყვა. აი ეს კედელი მაგალითად 1 წელი შენდებოდა. სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებდით, აი ეს კედელი კეთდებოდა ზუსტად 1 წელი. იმ წელიწადს გადავდეთ ყველაფერი და ბევრი გამოწვევა იქნებოდა კეთების პროცესში. საკმაოდ. ბევრი რამ ითქმის, ბევრი რამ არა. რაც ითქმის, ხო ვერ მეტყვით მაგას. იცით რა არის? საზოგადოდ რთული არის როცა რაღაცას დაგაბრალებენ, რო თითქოს შენ ანგრევ აქ. მიხდით რთულია. არც იმ ხალხზე მინდა ვთქვა აუგი რომელიც მაგას გვაბრალებს რომ ჩვენ ეს დავანგრიეთ. მაგრამ ეს ეგ მომენტებიც იყო, რომ ჩვენ ვანგრევდით აქავრობას. ასე მომენტებიც იყო. თუმცა ეხლა უკვე შედეგი. ნუ შედეგი ის არის რომ ათასობით კაცი მოდის ჩვენი დანგრეული სანახავად. ეს არის შედეგი. ხო და რა ვიცი. მაინც რა არის, რა ესე როგორ ფიქრობთ, აი ამ ყველაფრის მერე როცა ესეთი სირთულეები გამოიარა ქვეყანამ. საძალა არის ისი მეშვეობითაც აქამდე შევძელით და მოვახციეთ და თან მოვახციეთ აი ესე მოვახციეთ. აი ისტორიაში ბევრგან არის აღწერილი რომ შემოვიდოდნენ იავარქნიდნენ ვას აგვიჩეხავდნენ რაც ჩვენი ყველაზე ისეთი ძვირფასი სცენარე იყო ყოველთვის იმიტომ რომ ქართველი კაცი ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ამ კულტურას და თანაც მსახურებისთვის უფლის სისხლად რომ გარდაიქცეს ვიცით რომ ვინო და ეხა ამას რო აჩეხავდნენ ნახე ქართველებს რა ქონდათ ჯიბეში ედოთ ხოლმე ლერწი ომში რომ მიდიოდნენ და იმათ საფლავზე ისე ვაზი ამოდიოდა ნახე და ამას რატო აკეთებდნენ და რო შემოდიოდა ის ხედავდა ისე ვაზი იყო ამოსული ნახე ხო და ქართველი თავის ტანს აძლევდა ვას საკვებად ნახე ესეც სიმბოლურია ხო და რა საოცარი ამაზე ერთი როგორც ორაგული აძლევს მაგალითად თავის თავს საჭმელად იმ შვილებს ასე კვებავს ჩვენ უფალი აბა ზიარება რა არის ეს ამ ვაზის ამბავზე ერთი ის გამონათქვამი გამახსენდა ძალიან ცნობილი ამერიკელი ინდიელების გამონათქვამი მათ ჩვენი დამარხვა უნდათ კი არ იცოდნენ რომ თესლები ვიყავით რა თქმა უნდა რა თქმა უნდა უფრო სასულიერო თემატიკა არის შეკრებილი. მხატვრული ლიტერატურა
უფრო ნაკლებად არის. უფრო არის მამათა სწავლებანი და განმარტებები. რა როლი აქვს ისე კითხვას? საჭირო არის, ძალიან საჭიროა ყველაფერი, იმიტომ რომ საერთო ჩვენ განათლებას რასაც ვეძახით და ცოდნის მიღება, ეს ცოტა სხვადასხვა რაღაცაა, მაგრამ მთლიანობაში გაერთიანებული არის და ამას განათლება ქვია. თორე ხა არის ცოდნა, რომელიც მაინც და მაინც არ გაანათლებს ადამიანს. ხო და არის აღწერილი მაგალითად მამათა ცხოვრებაში ესეთი მომენტები, რომ აი თქვათ ადამიანს საერთოდ წიგნი არ აქვს წაკითხული. მაგრამ რწმენა ძალიან დიდი და ამის გამო წყალზე გადის. თუნდაც პეტრე, ვინ იყო, მებადური იყო, რა ქონდა იმას წაკითხული. მაგრამ ნახე დაინახა უფალი რომ მოდიოდა და აივსო ის კაცი. რწმენით შეეწია სულიწმინდა და გადავიდა წყალზე. მაგრამ ის რაც ცოდნა ქონდა, კაცობრივი, იმან უთხრა ბიჭო, ეგო არ შეიძლება დაიხრჩობიო და დაიწყო დაზირო. აი თვითონ ხო სულიერი ლიტერატურის კითხვაც მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანია ოღონდ ცოდნა. უნდა იყოს თანადროული. შენი ზრდის თანადროული უნდა იყოს. კარგად მიიქცია კიდე ჩემი ყურადღება. რამდენადაც ვიცი აქ დაწერა, ხო? ეგეთი ცნობები არსებობს კი. აი ქვემოთ დედათა მონასტერი არის, იქ კოშკია. მან ცხოვრობდა თვითონ საზა. პანასკერტელი. იყენებთ ხოლმე თქვენ მაგ? გარკვეულწილად კი, იმიტომ რომ აქ ჩვენთან ძალიან დიდი ნაისახეობა არის მინდვრის ყვავილების. ძალიან დიდი, რომლებსაც ახლა ახალს არაფერს არ ამბობ, სამკურნალო თვისებები აქვს გარკვეული და არიან ახლა ჩვენთან მონასტერში ადამიანები, ვისაც ეგ აინტერესებდა. მოძღვრისგანაც კურთხევა აქვს, რომ ახლა როცა თავისუფალი დრო აქვს ადამიანს, რომ წავიდეს და დაკრიფოს და გააშროს, მერე ვთქვათ თუ ვინმეს ან გაცივდება რაღაც ბუნებრივი რაღაცით ვთქვათ, ხო, ან ჩაი სახით ან რაღაც ნაყენის სახით მიიღოს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩვენ სატრაპეზოში. საოცარი ადგილია. ეს არის ერთ-ერთი საერთო სივრცე, ასე ვთქვათ. საოცარი ადგილია. თვითონ ეს ადგილი ფიზიკურად აი ეს კლდე, ეს ყველაფერი ესე იყო. ანუ აქ ჩვენ თუ რამე მოძვრა, ის მოვაძრეთ, რომ ზედარ დაგცემოდა. ტაძრის შემდეგ სატრაპეზო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ცოდით. სადაც ხდება კვება. ძმების, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი სუფთა კოპწიათ უნდა იყოს ყველაფერი. უფალი ამოს ასეთ რაღაცას. ორნი და სამნი და მეტნი რო შეიკრიბონ და მე მომიხსენიონ, მეც იქ ვარ. ყველა მონასტერს ერთი და იგივე მისია აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ის პატარაა თუ დიდია. ყველას აქვს ერთადერთი მისია. როგორ გადაირჩინოს ადამიანმა სული. გადაირჩინე შენი თავი, კურნალო და მერე გეცოდინება სხვას როგორ უმკურნალო. და პირობაა შექმნილი, რომ შენზე ის ძალები ვერ მოქმედებდნენ, რომელიც საჭირო არ არის. ხდით? ანუ მონასტერია მაგას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოხვიდე, დაეყუდო და შენს პრობლემებზე იფიქრო. და როცა ამაში გაერკვევი, მერე სხვისთვისაც უკვე რაღაცის მაქნისი გახდე. და რაღაცა უფრო საკუთარ თავში ჩაღრმავების. რა თქმა უნდა, ადამიანი საკუთარ თავში თუ არ ჩაღრმავდა, ხო? ვერაფერი არ გამოვა არაფერი რა. ერთი მხრიდან რო შეხედო, შეიძლება ეს ეგოისტურად ჟღერდეს. მაგრამ ეგრე არ არის, იმიტომ რომ უფალი გვასწავლის ამას. შეიძლება ეგეთი რაღაცა რომ აი მაგალითად ადამიანი მისდევდეს რიტუალებს, წესებს, იცავდეს ლოცვებს, მაგრამ მანკლდეს ეს თვით ჩაღრმავების მომენტი და ცოტა ზედაპირული იყოს კი ბატონო. მაგას ქვია გარეგნული მსახურება. მადლობა. ორგესი მადლობა. ესეთი გულთვილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის და თქვენს მადლობა რომ ესეთი შრომი. ესეთ თბილამით ჩამოხვდით. ესეთი საოცარი შრომისთვის. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. საერთოდ რომ არსებობთ.